მოგესალმებით. წალენჯიხიდან მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. აქ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ამბებზე ვარ და ამაზეც მოგითხრობთ აუცილებლად რამდენიმე წუთში. დავიწყებ თქვენს კითხვაზე პასუხით. მე ეს დილითაც შევაფასე, როგორც იმ რუსული საპოტაჟის გაგრძელება, რაც ჩვენს სახელმწიფოში ქართული ოცნების თვითმფარქვია რეჟიმის ხელით მიმდინარეობს უკვე წლების განმავლობაში. ევროპული კავშირის ელჩზე ღია თავდასხმა და პარტიის გენერალური მდივნის კალაძის მხრიდან მოწოდება, რომ მან უნდა დატოვოს საქართველოს და ის უნდა იქნას გაძევებული. ეს არის პირდაპირ რუსული სპეცოპერაციის გამოხატულება, ეს არის რუსული დაზვერვის ამოცანა, რომ მოხდეს ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დისკრედიტირება და მათი გაძევება და ყველა ბოლო შანსის და გზის ჩახსნა და ჩაკლა იმ შანსებისა, რომელმაც მილიონობით ქართველი უნდა გაიყვანოს სამშვიდობოზე, მეტი კეთილდღეობის ზონაში. ისეთი ტიპის სახელმწიფოებრიობაში, სადაც ადამიანი არის პრიორიტეტი, სადაც ადამიანი არის დაცული, სადაც არ ხდება ის ტრაგედიები, რომელიც ხდება ჩვენთან ყოველკვირეულად სამწუხაროდ, სადაც ადამიანს აქვს დაფასებული შრომა, სადაც აქვს დაფასებული და უზრუნველყოფილი სიბერე, სადაც ახალგაზრდებს აქვს პერსპექტივა საკუთარ სამშობლოში, სადაც არის ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება და არის მოჩვენებითი კოცური ვითომ მშვიდობა და ვითომ უსაფრთხოება, როდესაც რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ შეიძლება რომ ადამიანის სამთლის დანთების დროს მოკლას რუსმა სნაიპერმა, როდესაც ვიცით, რომ სასულიერო პირებს და მწყემსებს იტაცებს ოკუპანტი, როდესაც ვხედავთ, რომ არავინ არ არის დაცული განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ველზე და ამას გვასაღებენ, ამას ყიდიან პროპაგანდისტულად, როგორც მშვიდობას და უსაფრთხოებას და თავს ესხმიან რეალური მშვიდობის და უსაფრთხოების წყაროს ევროპულ კავშირს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის ელჩს მილიონობით ლარს ინვესტირებენ იმაში, ნაცოდებისა რომ მშიერ ადამიანებს დაეხმარონ, ბავშვთა შიმშილი აღმოფხრან, რამე განავითარონ, ქვეყანა წინ წაიყვანონ, საზოგადოება რეალურად საზოგადოებას ხელი შეუწყონ. ნაცვლად ამისა, ისინი მილიონებს ხარჯავენ რაში? იმაში, რომ ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტი და სხვა 1000 უბედურება არც კი ჩამოთვლი არ გავიმეორეს სამაცხვე პროპაგანდა, რომ აი ასეთი ტიპის რწმენების შექმნა საზოგადოებაში ქართული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენი ერის ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის არაფერი სხვა თუ არა რუსული სპეცოპერაცია და მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ბატონ ჰერჩინსკის დაუფიქსიროთ ძლიერი საქართველოს სახელით ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა და ჩვენ ამ ბრძოლაში ყველანი ერთად ჩვენ ქართველი ხალხი და ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამავე დროს როგორც ვახსენე, ამ წელს ვიმყოფები წალენჯიხაში და ამაზეც აუცილებლად კითხავ გრიგოლ მანამდე მოდი მაყურებელს ვეთყვი რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც გავრცელდა, სადაც წერია რომ საქართველოში ევროკავშირის მიზნების თაობაზე ქართული ოცნების ტყუილები და დეზინფორმაცია წარმატებული ვერ იქნებაო. ხარს უჭერთ ქართველებისთვის მშვიდობიან და კეთილდღეობით სავსე მომავალს, რომელიც დამყარებული იქნება დემოკრატიის კანონის უზენაესობის და რეფორმების მყარ საფუძველზეო, წერია სწორედ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დიახ, გააგრძელეთ. კი, ჩვენ ვხედავთ მთელი მსოფლიოს რეაქციას და ჩვენ რეალურად ისევ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ვხედავთ რა სურათს. ერთ მხარეს არის მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება, დაცულობა ადამიანისთვის, მშვიდობა მარტო სამხედრო კუთხით კი არა, მშვიდობა ყოფითი თვალსაზრისით, დაცულობა ყოფითი თვალსაზრისით, განვითარების შანსი და იმის შანსი, რომ ადამიანზე მორგებული სახელმწიფო მივიღოთ, ძლიერი ქართული სახელმწიფო, რაც არის ჩვენი მიზანი. და მეორე მხარეს არის ქოციანობა, კორუფციით, ჭაობით, განუკითხაობით, უზნეობით და აი ტოტალური ფარსით და ცინიზმით, რომელშიც უნდათ რომ მილიონობით ქართველი ჩაგვახჭონ. არაფერი ნაკლები ამას არ აღწევს, მათ სურთ რომ ჩვენ მართლაც მოგგვდონ, როგორც ერი, ჩვენი პოტენციალი მოგგვდონ, ჩვენი შანსები და შესაძლებლობები მოგგვდონ და ძალიან მარტივია, მეგობრებო, შევხედოთ სომხეთს. სომხეთი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რა მცირე ხანში სწორი ნაბიჯების გადადგმის პირობებში რამხელა საგარეო პოლიტიკურ და შესაბამისად საშინაო პოლიტიკურ შედეგებს შეიძლება მიაღწიო. სად იყო სომხეთი 5-6 წლის წინ საერთაშორისო ველზე და სად არის დღეს? არ ნახული ნახტომი აქვს განცდილი სტრატეგიულ
დოკუმენტებს აწერს ხელს სოფიოს წამყვან სახელმწიფოებთან. იღებს მეტ დაფინანსებას, მეტ თანამშრომლობას სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. შევხედოთ მოლდოვას, რომელსაც ორივე სახელმწიფოს მხოლოდ საუკეთესო სურვილებს ვუთვლი, ბუნებრივია, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ ორივეს ვუსწრებდით ჩვენ ყველა კრიტიკული მონაცემით. ორივეს ბევრად ვუსწრებდით წლების წინ. ახლა ორივეს ჩამოვრჩებით მნიშვნელოვნად. ასეთი მაჩანჩალა ჩვენი ქართული სახელმწიფო არასოდეს არ ყოფილა. და თვალშისაცემია, სად წავიდა სხვა სახელმწიფოები, რამდენად უფრო წინ არიან ისინი და ასევე თვალშისაცემია, როგორ უკან წავედით ჩვენ. და ეს არ არის პარტიულ პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს არის ეროვნული დღის წესრიგი. ყველა ქართველს უნდა ესწოდეს ერთნაირად. თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენ უბრალოდ არათუ არაფერი პერსპექტივა არ გვექნება. რაღაცა შანსი, რაღაცა განვითარების შესაძლებლობა. საერთოდ ქართული სახელმწიფო აღარ გვექნება. და ამიტომ არის ჩვენი პასუხი ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა. ყველა ფრონტის, ყველა ფორმატის, ყველა მექანიზმის, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით იქნება ეს საერთაშორისო ასპარეზი, იქნება ეს დე-ფაქტო არჩევნები, იქნება ეს ქუჩის პროტესტი, იქნება ეს ადამიანებთან აქ შეიძლება მეტი საუბარი, მეტი პროტესტის შექმნა, მეტი და მეტი ადამიანის მომხრობა იმ საერთო საქმისთვის, რასაც დღეს საქართველოს დემოკრატიული ძალები ვეწევით, ყველანი ერთი მიზნით, რაც არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპარტიების გათავისუფლება. აი, ყველა ეს ძალისხმევა ერთობლივად და მხოლოდ ყველა ეს ძალისხმევა ერთობლივად შეძლებს იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ქართული სახელმწიფო და ამ ქართული სახელმწიფოს დაბრუნება სჭირდება პირველ რიგში სხვადასხვა სივრცეების დაბრუნებაც. და ეს იყო ჩვენი შეთავაზება და აი ხა არ შემიძლია დღეს ვფიქრობდი, მე აქ ბოლო თვეებში არ ყოფილ ვარ, ვიყავი ალბათ დაახლოებით 1 წლის წინ. აი ამ 1 წელშიც კი, რატო ვუსვამ ხას? იცით რამდენი რაღაც მოხდა აქ? აი ჩემს უკარო შენობას ხედავთ. 1 წლის წინ აქ ჯერ კიდევ არაფერი არ იყო. დღეს აქ უკვე გაიხსნა პირველი წიგნის მაღაზია წალენჯიხაში და სხვა შორის ძალიან საინტერესო იდეა არის აქ. იყიდე წიგნი და გაუგზავნე ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს. წარმოგიდგენთ რა მაგარი იდეა და რა მაგარ მოდელს ხედავთ აქ. მათ შორის აფხაზებისთვის რა მაგარ მოდელს ხედავთ, ხო? კარგი განვითარების მოდელს. აი როგორ გვინდა რომ ტერიტორიულ თლიანობას მივახციოთ თუ აქ დადებითი მაგალითები არ შევქმნით. და წალენჯიხაში ეს გახდა შესაძლებელი, მაგრამ რატომ გახდა შესაძლებელი? იმიტომ რომ ადამიანებმა იბრძოლეს, დაიცვეს ხმები, არნახული ბრძოლა გასწიეს და კოალიციური ხელისუფლება შექმნეს, მათ შორის ჩვენი მონაწილეობით, ლელო ძლიერი საქართველოს მონაწილეობით. რატომ გახდა შესაძლებელია დღეს აი აქ ამ შეობაში შევს უკან აქ ინგლისურს ასწავლიან, ძალიან მალე სამუსიკო სკოლა იხსნება, აქ არის აუზი, რომელიც ამ ბავშვებს ემსახურება, აქ არის უნიკალური შანსები და დღეს აქ ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიას კიდევ ახალი მრავალი ათეული კურსდამთავრებული შეემატა. ეს რას ნიშნავს? რომ აი აქ წალენჯიხის მიწაზე, სამეგრელოში, საქართველოში დღეს ათობით ახალი, უფრო კვალიფიციური, უფრო მომზადებული, უფრო ძლიერი ახალგაზრდა კადრი მივიღეთ, რომელიც მსოფლიო ბაზარზე კონკურენციისთვის არის მზად. ეხლა ვინმე მეტყვის, რომ არა, მათ შორის და უნდა ვთქვა ეს აუცილებლად, მამუკა ხაზაძის უზარმაზარი პირადი ძალისხმევა, უზარმაზარი ინვესტიცია, უზარმაზარი ყურადღება, უზარმაზარი სიყვარული, რომელიც მან გაიღო ამ ქალაქისთვის და აქაური მოსახლეობისთვის. და ის მოდელი, რომელიც შესაძლებელი გახდა, რომ აქ შექმნილიყო. როდესაც აი ესეთი რაღაცები ხდება ჩემს უკან, ხო? თეატრი, მუსიკა, ენის სკოლა, IT აკადემია, აი ესეთი რაღაცები რომ შეგვიძლია შევქმნათ, აი ესეთი წარმატებული მოდელები თანამშრომლობით, მაგრამ იქამდე ბრძოლით. აი ხა ვინმე შეუძლია მითხრას, რომ რეალურად უნდა ავდგეთ ახლა და ეს ყველაფერი გადავცეთ ქოცებს. აი ძალიან მარტივი კითხვაა, ხო? უმარტივესი. და ყველაზე მკაფიოდ ეს კითხვა გახსნება წალენჯიხაში. აი რა უნდა გავაკეთოთ ახლა? გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ იცი რა, ეს ყველაფერი კარგი იყო. ათობით და ათასობით ბავშვმა ძალიან მაგარი რაღაცები მიიღო. მოქალაქეებმა ძალიან მაგარი რაღაცები მიიღეს. მათ შორის ამ დაწესებულების სახით, მაგრამ არა მარტო ჩვენ გვახსოვს საფეხბურთო წარმატება და უამრავი წარმატება გვახსოვს, რაც ამ ქალაქმა ნახა ბოლო წლებში. და ეხლა რა გავაკეთოთ? თქვათ, რომ იცი რა, ეს ყველაფერი კარგი იყო, მნიშვნელოვანი იყო, ღირებული იყო, მაგრამ ეხლა უნდა დავჯდეთ და ყველაფერი გადავცეთ ქოცებს. ეს არის სწორი გზა და შეიძლება რომ ამას ბრძოლა ეწოდოს. ბრძოლის რომელ მოდელში არის ნორმალური ან მისაღები, რომ აი ეს ყველაფერი გადავცეთ ქოცებს, რუსებს, რუსეთის საგარეო დაზვერვას.
მე ასეთ ბრძოლას ვერ აღვიქვამ ბრძოლად. ვინც აღიქვამს, აღიქვას. ჩვენ გვაქვს სხვა მოდელი. გარდა იმ პროტესტისა, რომელშიც ვართ, გარდა იმ საერთაშორისო შრომისა, რომელშიც ვართ, ჩვენ წამს ყველა სხვადასხვა ფრონტით ძალისხმევის გაღების და ეგ რწმენა რო არ ქონოდა, აი ეს ადგილი იქნებოდა ისეთივე გავერანებული და გაუბედურებული, როგორც ის იყო მანამ სანამ აქ კოალიციური ხელისუფლება არ მოვიდა და მათ შორის მანამ სანამ აქ მამუკა ხაზარაძემ აი ეს ძალიან მაგარი ადგილი არ შექმნა. და ეს არის ყველაზე კლასიკური ადგილი იმისა, ყველაზე კლასიკური მაგალითი, მოდი ასე ვთქვათ, იმისა, თუ რა ტიპის ბრძოლის გვწამს, იმის რომ განვითარებას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, იმის რომ ცვლილებას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ და იმის ასევე რომ ბრძოლას ყოველთვის გააჩნია აზრი. არასდროს არც ერთ ძალისხმევაზე არ უნდა თქვა უარი. ამიტომაც ჩვენი ფილოსოფია მე ვფიქრობ ყოველთვის არის ცხადი. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ფრონტზე ამ ხელისუფლების დელეგიტიმაციისთვის, მისი დასრულებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ აფხაზება დაინახონ რამაგარი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია არა მარტო წალენჯიხაში, არამედ ბევრგან სხვაგან. და კიდევ ერთი, რაც მე დღეს ძალიან დიდ სიამაყეს მაძლევს არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის და ბუნებრივია სხვა კოლეგების მიმართ აი თავს მოხვეული ტყვეობის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რომ მამუკას და ბადრის საქმეები გრძელდება. არაფერი არ გაჩერებულა. ჩვენ ვხედავთ, რომ აქაც მაგარი ამბები ხდება, ჩვენი პარტია ძლიერდება და იზრდება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. და ეს მე მაძლევს ძალიან დიდი სიამაყის განცდას, რომ მიუხედავად აი ტყვეობისა, რომელშიც მამუკა და ბადრი მოხვდნენ ივანიშვილის პირადი ბოღმის და პირადი პრეფერენციების გამო, ყველა მათი საქმე გრძელდება, ყველა ბრძოლის ასპარეზი გრძელდება და ყველა ეს დადებითი საქმე ქმნის მაგალითს, ქმნის მეტ სტიმულს და მეტ, როგორ ვთქვათ, შინაგან ძალისხმევას, არა მარტო ჩვენში, არამედ აი ამ ხალხში აქ. ყველა ადამიანში რომ იბრძოლონ ამ ქვეყნისთვის და არაფერ არ გადასცენ ხოცებს, არც წალენჯიხა, არც რომელიმე სხვა ქალაქი და არც საქართველო. პირიქით, უნდა რაც შეგვიძლია მეტგან დავასუსტოთ ხოცები და რაც ყველაზე მთავარია მივაქცევთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და გავაგდოთ რუსები ერთხელ და საბუდოოდ კანცელარიიდან და პარლამენტიდან. დიდი მადლობა.